გამარჯობა. წინა ვიდეოში წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ გაშიფრული საკურთხევლის წარწერის ანბანური დამწერლობითი ნაწილის პირველი სიტყვა ქართლო. ახლა უკვე გადავალთ შემდეგ სიტყვაზე. წინასწარ გეტყვით, რომ ეს სიტყვაა სიონ. ამის შემდეგ უკვე მოდის იდეოგრამული დამწერლობის ორი სიმბოლო, ხარისთავი და ფრინველი, რომელთა გაშიფრის შესახებაც აუცილებლად ვისაუბრებთ აი აქ ბოლოში. მაშასადამე ასო ნიშნის შემდეგ მოდის ასო ნიშანი s. ქართო ხო დავასურეთ ქართლო ჩვენ. აი შემდეგი მოდის s. აგერ არის გრაფიკულად გამოსახული. ამჯერადაც სიმარტივისთვის არ დავასახელებთ მას მხედრული ანბანის სახელდების მარცვლოვანი ფონეტიკური შესატყვისით, სან რომლის გრაფიკული ანალოგი იდენტური ფონეტიკური ანუ გერბში შესატყვისით ასევე არ მოიძებნა მხედრულსა და ასომთავრულში და მსგავსი სიმბოლო გრაფიკული თვალსაზრისით აღმოჩნდა სოფელ ბორში აღმოჩენილ პინაგზე, გამოსახულ ფრაგმენტულ წარწერაზე, ფონეტიკური შესატყვისით სშ. აგერ გვაქვს ჩვენ და გაჩვენებთ ამას. აი ეს არის. იგივე შესატყვის სშ. ასევე კუფურ ანბანურ ცხრილში, რომელიც ზუსტი გრაფიკული ასლია გრაკლიანის s ასო ნიშნის. ასევე მისი ფონეტიკური შესატყვისი კუფურში იდენტურია და არის s ასო. აი ნახეთ გრაკლიანის. აი ეს ცხრილი აგერ გვაქვს კუფური დამწერლობის ცხრილი და აქ წითლად გვაქვს მონიშნული და შეგიძლიათ ნახოთ აგერ. შემდეგი ასო ნიშანია იოტა, რომელიც ასევე მხედრული ანბანის ასო ნიშანი იყო, მაგრამ რეფორმის შედეგად ამოიღეს და ანბანური დამწერლობის ბოლო სიმბოლო არის უკვე აქ ამ საკურთხეველზე ენი. აგერ გვაქვს იოტაც. აგერ მოდის იოტა თავისი გრაფიკული გამოსახულებით და შემდეგი არის უკვე ენი ასომთავრული. აგერაც გაჩვენებთ. ანუ გვექნება შემდეგი სიტყვა სიონ, ხოლო სრული ტექსტი საკურთხევლის წარწერის ანბანური დამწერლობისა იქნება ქართლო სიონ. ახლა რაც შეეხება ამ სიტყვას სიონს, გამარტოთ მისი ეტიმოლოგია. საკურთხევლის წარწერის ანბანური ნაწილის მეორე სიტყვაში ეჯგარეში იკითხება სიონ და აგერ წარმოგიდგინეთ ჩვენ სამივე შემთხვევაში გრაფიკული გამოსახულებები და ფონეტიკური შესატყვისები. ახლა მოუხმოთ თეიმურაზ ბატონიშვილს. სიონი რა შეიძლება იყოს? თეიმურაზ ბატონიშვილი ბოჩისას იტყოდეს ამასი. ესხნეს შვიდნი ხელნი, რომელითაცა ხელმწიფებდა თითოეულთა ხელთა თითოეულთა უმაღლეს და მათ ყოველთა სხვათა მწვერვალთაგან. შვიდთა მწვერვალთა, ანუ მოხსენებული არიან როგორც მთები. კავკასიისათა და თითოეულსა ხელსა მისსა აქვდა თითო ფერი ხელმწიფება, მოფენად სარგებლობასა, წყალობისა, გინა რისხვისა. გვერდი 51. შემდეგ ეგე სახედვე შვიდნი ხელნი ბოჩისანი ნიშნავდა შვიდთა ნათესაობათა თარგამოსიანთა, პირველი ქართლოსისა და სხვათა ექვსთა ძმათა მისთა, რომელნიცა იყვნენ ერთ საზოგადოობა და ხელისა ქვეშე ქართლოსისა, მეორე ეგროს, მესამე მოაკოსისა, მეოთხე ჰეროსისა, მეხუთე ბარდოსისა, მეექვსე ლეკოსისა და მეშვიდე კავკასოსისა. აქ ნათლად ჩანს, რომ ქართლოსი და მისი ძმები შედარებული არიან კავკასიის შვიდ დიდ მწვერვალს, ანუ მთას. ამასთან გრაკლიანის ეპოქაში, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 1018 წელს, გინდა ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლოს, ასევე ბატონიშვილის ცნობით, ისევ არსებობდა ერთიანი საქართველო და იმართებოდა მამასახლისთა მიერ, რომლებიც ემორჩილებოდნენ მცხეთის მამასახლის. ფარნავაზიდან დაიწყო მეფობის ხანის ათვლა ივერიაში. ამასთან ქართლოსის სიკვდილის შემდგომ
ქართლოსიანებმა დაიწყეს ღვთაებების დაყვანისცემა და მათ შორის ბოჩისას, რომელიც ჩვენი ვარაუდით უნდა განასახიერებდეს ბორჯღალს. 7 მკლავს, როგორც ეს ბატონიშვილს აქვს ციტატაში, ზემო ციტატაში მოცემული და ამაზე ჩავწერთ ვიდეოს. ესე იგი, იდენტური სახელდებაა კავკასიონისა ქართლოსის ძმის კავკასოსის საპატივსაცემლოდ. ანუ კავკასო და სიონ, კავკასო მთა, რომელიც დილო კავკასიაში დასახლდა და იქ შექმნა ძლიერი სამამასახლისო, დაქვემდებარებით ქართლოსისად. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ანბანური დამწერლობის ნაწილში ჩვენ სიონის შინაარსობრივი, ანუ აზრობრივი შემადგენელი სწორედ ამიტომაც განსაზღვრეთ ზუსტი სახელდებით მთა, ანუ გვექნება ქართლოს მთა და შემდეგ იდეოგრამა, ხარისთავი და ფრინველი. რის შესახებაც როგორც მოგახსენეთ, აუცილებლად ჩავწერთ ვიდეოს და წარმოგიდგენთ. ამიტომ სიონი როგორც მთის სახელდება არის ქართული და შემდეგ ტრანსლიტერირებული სხვადასხვა უცხო ენებში. ზონ, ზიონ, ასევე სიონ და ასე შემდეგ. ამით ვასრულებს საკურთხევლის წარწერის ანბანური დამწერლობის ნაწილის გაშიფვრის მიმდინარეობის გადმოცემას და შემდეგ ვიდეოში წარმოგიდგენთ იდეოგრამული გამოსახულების ხარისთავი და ფრინველი გაშიფვრის პროცესს. აი ასე, როგორც ჩვენ გავშიფრეთ საკურთხევლის წარწერა თითოეული ასო ნიშნის მიხედვით და წარმოვადგინეთ, ასევე სათითაო ასო ნიშნის მიხედვით უნდა დაიწეროს დასკვნა რეცენზენტის მიერ არგუმენტირებული მსჯელობით, წყაროების მითითებით. თუ კი იგი მიიჩნევს ჩვენს გაშიფრულ წარწერას არასწორად. ისი არა, ეგ ორნამენტებია და გაშიფრას არ ექვემდებარებაო. რამხელა ცინიზმია, ძალადობა საქართველოს უძველეს ისტორიაზე. ამით დავასრულოთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და უყურეთ ჩვენს ვიდეოებს. დიდი მადლობა.